მადლიერების გზნობა, ეს არის ალბათ უმნიშვნელოვანესი რამ და თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდა ფსიქოლოგიის დოქტორი გალბატონი ლანა სულხანიშვილი. მოგესალმებით დილა მშვიდობისა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს დილა მშვიდობისა. მადლობა რომ მობრძანდით და ძალიან მიხარია ერთგვარად რომ არა სასულიერო პირთან, არამედ საერო პირთან და ფსიქოლოგთან საუბრობთ ამაზე, რატომ უსვამ ამას ხაზს, რომ ხანდახან ჩვენ გვემართება ადამიანებს თვითონ ყოფთ რომ რაღაცა არის სასულიერო თემა, რაღაცა ეკლესიო თემა და რაღაცა არის საერო თემა. არის გარკვეული საკითხი, მაგალითად მადლიერება, რომელიც აერთიანებს ალბათ ყველაფერს. იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ და ალბათ ჩვენ ცხოვრებაში დაუკვირდებით, ხშირად აღმოჩენთ, რომ უმადურობა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რომელიც ბევრ ფოთს იწვევს ჩვენში. აი, რა არის მადლიერება და როგორ უნდა გამოვხატო და იგივე ჩვენთვის რა პლუსებს გვძენს. ჩვენ ხომ მაინც გვინდა არ გვინდა ანგარება გვიყვარს. ეს ჩვენი მეჭარბობს ჩვენში. დიახ. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ მოწვევისათვის და მადლობა იმისათვის, რომ რაღაცნაირად თემატურად დაემთხვა ისე და შეიძლება არც იყო დამთხევა, იმიტომ რომ თქვენ ძვირფასი პირველი სტუმარი სწორედ ევქარისტიის საიდუმლოზე საუბრობდა, რაც ბერძნულიდან სწორედაც რომ მადლობას ნიშნავს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხას უსვამს იმას, რომ სხვადასხვა მხარეს არ ვიყურებთ ფსიქოლოგია და ზოგადად თეოლოგია, რასაკვირველი არის საკითხები, სადაც არის თანხwebdriver და სადაც არის განსხვავებული, ასე ვთქვათ, ხედვა. და მიხარია, რომ სწორედ აი დღევანდელი თემა მადლიერება წარმოდგენილი იყო თქვენს გადაცემაში სასულიერო პირის მიერ და განხილული ძალიან საინტერესოდ და ვისაუბრებთ ჩვენ სწორედ ახლა, როგორ უყურებს ამ საკითხს ფსიქოლოგია. ბუნებრივი არის, რომ ზოგადად მეცნიერებისათვის ყოველთვის ამოსავალი არის ის, რომ ის ეყრდნობოდეს ფაქტებს კვლევას. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა და სწორედ მე ამ კვლევის შესახებ სურს რომ გესაუბროთ და გაგიზიაროთ ეს კვლევა. 2015 წელს ჩატარებული კვლევა არის ძალიან საინტერესო კვლევა. დაკვირვება მიმდინარეობდა მეცნიერების მიერ დაახლოებით 10 კვირის განმავლობაში და ცდის პირებს ეძლეოდათ დავალება რომ მათ 10 კვირის განმავლობაში ერთ ჯგუფს უნდა ითქვას ესეც აღინიშნოს რომ მიეცა დავალება რომ მთელი ამ დროის განმავლობაში 10 კვირის განმავლობაში აღენიშნათ მათ ის მოვლენები რომელიც მათ ცხოვრებაში იყო განსაკუთრებით სასიამოვნო და სასიამოვნო დასამახსოვრებელი. მეორე ჯგუფს მიეცა დავალება აღენიშნათ მხოლოდ ის მოვლენები რომელიც ასე ვთქვათ არ იყო სასიამოვნო და მესამე ჯგუფს მიეცა დავალება რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დადებით და უარყოფით მოვლენებს დააფიქსირებდა და აღმოჩნდა 10 კვირის შემდეგ, რომ ის ადამიანები, რომლებიც უფრო ხშირად უარყოფით ემოციებს ინიშნავდნენ, უფრო ხშირად მიმართავდნენ სწორედ სამედიცინო კლინიკებს. ეს რაზე მეტყველებს და სწორედ ამ კვლევის საფუძველზე და რასაკვირველია, ეს არის უახლესი კვლევა და ბუნებრივია მხოლოდ ამ კვლევის საფუძველზეც არა, ხო, უბრალოდ ეს იყო მასშტაბური კვლევა, უფრო ასე ვთქვათ, დროში გახანგრძლივებული და აქედან გამომდინარე დავეყრდენი, ასე ვთქვათ, ამ კვლევას. და ამ კვლევამ აჩვენა, რომ სტრესი, შფოთვა ზოგადად არის უფრო მეტად მომატებული იმ ადამიანებში, ვინც უფრო უარყოფით, ასე ვთქვათ, მოვლენებს იმახსოვრებს, ვინც არასასიამოვნო მოვლენებს და გარემოებებს აქცევს ყურადღებას და ნაკლებად მიმართავდნენ ის ადამიანები, ვინც სამედიცინო კლინიკებს, ფსიქოლოგიურ, ასე ვთქვათ, მომსახურებების ცენტრებს, სადაც ასე ვთქვათ, რომლებიც ძირითადად სასიამოვნო მოვლენებს ასახავდნენ ხოლმე. გამომდინარე აქედან კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას ის, რომ ამცირებს ზოგადად სტრესსა და შფოთვას და უარყოფით ემოციებს, როდესაც ადამიანი მხოლოდ დადებითი ამახვილებს ყურადღებას და სასიამოვნო მოვლენებს იმსახურებს. აქედან გამომდინარე ზოგადად როგორც სავარჯიშო, პრაქტიკული სავარჯიშო ისე გამოიყენება ის უკვე დღეს ფსიქოლოგიაში და ყოველთვის უწევთ რეკომენდაციას ადამიანებს, რომ დღის განმავლობაში უფრო მეტად თავიანთი ფიქრები წარმართონ დადებითი მოვლენებისაკენ, ნაკლებად მიაქციონ ყურადღება უარყოფით მოვლენებს და ამასთანავე განსაკუთრებით ძილის წინ გაიხსენონ ის თუნდაც მინიმალური ყველაზე თუნდაც 3 მოვლენა, რომელიც განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმ დღეს მათთვის და თუ დილას დაიწყებენ ასევე სასიამოვნო მოგონებებით, ბუნებრივია, რომ ეს ფონად გაყვება მთელ მათ დღეს და ესეც გასათვალისწინებელია. იცით, როდესაც ახლა ჩვენ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ,
მადლიერების გამოხატვაზე ალბათ ცოტა არ იყოს და შეიძლება რთულად გასაგები და რთულად აღსაქმელი აღმოჩნდეს იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს ცხოვრებისეული დიდი განსაცდელი. ძალიან ძნელი ამ დროს, როდესაც ტკივილი აქვს ადამიანს, როდესაც ეს ადამიანურ დანაკარგს უკავშირდება მით უფრო, რომ ამ ადამიანებს ვესაუბროთ, ასე ვთქვათ, ასეთი მაღალი ღირებულებებით, რომ მიიღონ ეს განსაცდელი მადლიერებით. ბუნებრივი არის ვითვალისწინებ სწორედაც რომ თქვენს მაყურებლებს შორისაც შეიძლება იყოს ასეთი ადამიანი და იმედია არ იქნება მათი მხრიდან გულისყრომა ამ მიმართულებით რომ ვიყოთ მადლიერი, როდესაც მათ დაკარგეს საყვარელი ადამიანი და ალბათ ძნელია ასე ვთქვათ რაიმე განსაკუთრებული თქვა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარად პიროვნული ზრდის შედეგი, პიროვნული ასე ვთქვათ სიმწიფის შედეგი, კიდე რაღაცა გარკვეული სიმაღლე არის, ალბათ რაღაც გარკვეული ცნობიერების დონე არის, რომ ადამიანმა გააცნობიეროს ის, რომ ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში არ ხდება ასე ვთქვათ შემთხვევით, როგორც დემოკრიტე იტყოდა ხოლმე, ჩვენ ვარქმევთ შემთხვევითობას ასეთ მოვლენებს, უბრალოდ ვერ უძებნით ხოლმე სახელს და იმიტომ ვამბობთ, რომ რაღაცა ჩვენს ცხოვრებაში მოხდა შემთხვევით. რეალურად ყველაფერს აქვს თავისი ასე ვთქვათ საწყისი და ზოგადად ვიცით რომ არსებობს ღვთისნება, ღვთის დაშვება და არსებობს ღვთის განგებულება და არავინ არ იცის რატო ხდება ეს განსაცდელი ადამიანის ცხოვრებაში და ზოგადად ალბათ ჩვენს ცხოვრებაში ყველა ადამიანი ვინც იყო, ვინც არის და ვინც მომავალშიც იქნება, ეს არის ჩვენი მასწავლებელი და ყოველთვის ვერ იქნება ცხოვრებაც, ხომ რაღაცნაირად სწორხაზოვანი ალბათ ამის გაცნობიერებაც არის მნიშვნელოვანი. იქნება განსაცდელებით. თავარი არის დამოკიდებულება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი არის ჩვენ ამ განსაცდელის მიმართ როგორი დამოკიდებულება გვექნება. ძალიან საინტერესო ცნება არსებობს ასეთი ფსიქოლოგიაში ტრაგიკული ოპტიმიზმი. თითქოს როგორი დისონანსია, ხო? თუ კი არის ასე ვთქვათ ტრაგიზმი, როგორ შეიძლება ამავდროულად იქ ჩვენ ოპტიმიზმზე ვისაუბროთ და ფაქტიურად ის ეხლა რაზედაც ვისაუბრე რომ ჩვენ ყველა მოვლენაში დავინახოთ რაღაც ასე ვთქვათ მნიშვნელობა, რაღაც გარკვეული ღირებულება, შეიძლება ითქვას პირდაპირ აი ეს ტრაგედია ტრიუმფად ვაქციოთ, იცით ავსტრიელი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ნევროლოგი, ექიმი, გახდათ ვიქტორ ფრანკლი და ზუსტად მას ეკუთვნის ეს ტერმინები, ტრაგიკული ოპტიმიზმი და ტრაგედიის ქცევა, ასე ვთქვათ, ტრიუმფად. ეს ხდება როგორ, როდესაც რაღაცა განსაცდელში საზრის აღმოაჩენს ადამიანი, როდესაც დაინახავს, ასე ვთქვათ, ამ განსაცდელის მნიშვნელობას და ამ განსაცდელის ღირებულებას. უბრალოდ ამას ჭირდება შემზადება, სულიერი მზაობა ჭირდება და პიროვნული სიმწიფე ჭირდება, ბუნებრივია ამას ყველაფერს. ანუ თქვენ ძანეთ, რომ ყველა ადამიანი თავისთავად მასწავლებელია, ჩვენ და ეს ნამდვილად ასეა თითოეული ადამიანი გადაშლილი წიგნია, უბრალოდ სხვადასხვა ჟანრის თავისთავად, ხომ? საინტერესო არის ახლა თქვენ რაც ბრძანეთ, რომ მადლიერი იყო, მაშინაც კი, როდესაც რაღაც განსაცდელი გაქვს. ერთი არის, რომ შეიძლება ვთქვათ ადამიანს გარეგნულად ეტყობოდეს და ამბობდეს, რომ ხო აი მადლიერი ვარ ამ განსაცდელის და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ვთქვათ, სულიერად თანხმედრაში არ იყოს ამ ყველაფერთან. როგორ უნდა მივიდეს ადამიანი რეალურად იქამდე, რომ მადლიერება შეიგრძნოს თავიდან ბოლომდე? კი. მადლიერება შეიძლება ითქვას ეს არის ბედნიერებაც. ბედნიერი ადამიანი, ვისაც აქვს მადლიერების განცდა. მადლიერების განცდის უკან დგას ალბათ მსოფლმხედველობა ადამიანის და დგას ასევე მთელი ღირებულებათა სისტემა. ვიღაცა რაღაც უფრო მეტი მატერიალურით არის მადლიერი, ვიღაცისთვის მადლიერია თუნდაც ის როგორ თენდებოდა დღეს, როგორი ლამაზი იყო დღეს ჩვენი ქალაქი, როგორ იგრძნობოდა უკვე ზამთარი, რომელიც მოგვიახლოვდა. ვიღაცა ბუნების მშვენიერებაში, ბუნების სილამაზეში, ადამიანურ ურთიერთობებში ხედავს სილამაზეს და ამით არის მადლიერი. მადლიერია ყოველი დღით, ყოველი განსაცდელით, ასევე როგორც აღნიშნეთ და არის ადამიანი, რომლისთვისაც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი შეიძლება იყოს მადლიერი მატერიალური სარგებლის მიღების შემდეგ, ხო? ეს არის დამოკიდებული თავად ადამიანის სოფხედველობაზე, მის ღირებულებათა სისტემაზე, ვიღაცისთვის მცირე
მდრედია საკმარისი და ამით არის მადლიერი ვიღაცისთვის ასე ვთქვათ უფრო მეტი. საკუთარ თავზე მუშაობა არის საჭირო სოფიო. ანუ რეფლექსია უნდა აწარმოოს ადამიანმა ყოველთვის გააცნობიეროს, დასვას შეკითხვა, ვინ არის, საიდან მოვიდა, საით მიემართება, რა არის მისი ცხოვრების აზრი, რა არის მისი ასე ვთქვათ მთავარი დანიშნულება ცხოვრებაში, ხო? აი, როდესაც ადამიანი ფიქრს იწყებს უკვე, თანდათან შეიძლება ითქვას, რომ ეს მადლიერებაც თავისთავად დგება, თუ სწორი ღირებულებები აქვს. ეს ხო ერთგვარი პროცესია, აი თუ ჩვენ მივეჩვევით იმას, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ აი ყველაფრით მადლიერი გათენდა, მადლიერი ვიქნები, რომ შევხვდეთ ერთმანეთს. მაშინ შეიძლება ითქვას, რომ უფრო მარტივი და პატარაზეც და მე ეს პატარა შეიძლება აღარ მოგვიჩვენოს პატარა. ან პირიქით, როცა ყველაფერზე მოდური ხარ, უფრო მეტი გინე, არ გაგაყოფილებს არაფერი, მე ეს რაღაცა შურში გადადის, წუწუნში გადადის, გიღვიძებ და აღარ გიხარი არაფერი. ხო ხდება ესეთ და თუ მივეჩვე, აი ელემენტარულად რო დავუშვათ, მივეჩვეთ, რომ მადლობა გადაუხადო შეიძლება ძალიან მარტივ რამეებს ადამიანს და ეს მადლიერება მე სიხარულს ბადებს თუ არა და მცირედაც მადლიერი ხდები თუ არა და აღარ ითხოვ რაღაც ზედმეტს, რომ რაც გაქვს არ გაგაყოფილებს. დიახ, ნამდვილად ძალიან კარგია თქვენ რო ახსენეთ ახლა ჩვევა და თავდაპირველად სწორედაც რო ჩვევით იწყება ყველაფერი. ჩვენ თუ ადამიანის ცხოვრების პირველ წლებს დაუბრუნდებით და ჩვენ ყველანი სწორედაც რომ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, როგორ არის ხოლმე, ხომ? ანუ პატარობიდანვე, უმცროსი ასაკიდანვე, როდესაც რაიმეს გვთავაზობენ ხოლმე, გამოვხატავთ ხოლმე მადლიერებას და ვამბობთ მადლობას. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ამის შესახებ მშობლები ახსენებენ ხოლმე, მაგრამ ალბათ საუკეთესო შემთხვევა იქნება თუ თავად მშობელი მაგალითი იქნება ბავშვისთვის და თუნდაც ბავშვი როდესაც რაღაცას მიაწოდეს მშობელს, მაშინ ასე ვთქვათ გამოხატოს მშობელმა ეს მადლიერება, პირადი მაგალითი ყოველთვის უფრო მრავლის მთქმელია ხოლმე. და რაც შეეხება რატო დაუკავშირეთ ჩვევას, სწორედაც ბავშვობის წლებს, რომ ბავშვი მაშინ შეიძლება ამას ვერ აცნობიერებდეს, რაოდენ დიდი შინაარსი დგას ამ მართლა ასე ვთქვათ იდუმალი სიტყვის უკან, საოცარი სიტყვის უკან, ხო? რასაც ქვია მადლიერება, მაგრამ ის ამას ეჩვევა. და აქ რასაკვირველია კვლავ მშობლის როლი არის ძალიან დიდი, რომ ასაკის მატებასთან ერთად უკვე ესაუბროს მას, რა არის ზოგადად მადლიერება, მოუყვეს სხვადასხვა ამბები, სხვადასხვა ასე ვთქვათ მოთხრობები, წაიკითხონ ერთად, პერსონაჟი განიხილონ, რომელიც ასე ვთქვათ ძალიან მადლიერი და დადებითია შეიძლება, ან ვიღაცა შეიძლება უსამართლოდ იქცევა და ნუ სიუჟეტი, რომელიც უშუალოდ მადლიერებას უკავშირდება, განიხილონ ერთად და უფრო ასე ვთქვათ ცნობიერების დონეზე გაიგოს უკვე ბავშვმა მადლიერების მნიშვნელობა. ასე რომ ყველაფერი სწორედ ჩვევიდან იწყება, ეს ძალიან კარგია, ცით არსებობს გულწრფელი მადლობაც და არის, როდესაც მთელი სისავსით, მთელი გულითად მადლიერებას, როდესაც გამოხატავს ადამიანი და რა თქმა უნდა ეს ბევრად აღმატებული არის, სხვათა შორის ამ დროს გამოიყოფა ბევრი ისეთი ჰორმონი, რომელიც სწორედაც რომ კმაყოფილების და ბედნიერების დონეს ზრდის ადამიანში. თუმცა შეიძლება ზოგჯერ ნაკლები გულწრფელობა ახლდეს გამოხატულ მადლობას, მაგრამ თავისთავად ესეც კარგი ადამიანურ ურთიერთობის ფორმებში, ერთგვარად თავაზიანობის გამოხატულება, სასიამოვნოს ქმნის გარემოს, ნაკლებად კომფორტულს, კეთილგანწყობილს, საიმედოს და თავისთავად მასაც აქვს მნიშვნელობა. სიმართლე გითხრათ, ახლა უცებ გამახსენდა ფარისებლის ლოცვა, რომელიც მადლობას წირავს უფალს და ალბათ ეს ამისი ნათელი გამოხატულება არის, ხო? ასევე ჩვენ თუ გავიხსენებთ მაგალითად კაინისა და აბელის შეწირვას გარკვეულწილად აბელმა საუკეთესო შესწირა უფალს და მადლიერება გამოხატა ასე და კაინის შემთხვევაში ეს უბრალოდ იყო მოვალეობა, გარკვეულწილად ვალდებულება და ასე ადამიანურ ურთიერთობებშიც ვიღაცა გულითად მადლობას გამოხატავს და მადლიერია მთელი გულით, ვიღაცა უბრალოდ ასე ვთქვათ თავაზიანობის ნიშნად. თუმცა ესეც კარგია რასაკვირველია. ეს არ არის ცუდი დასაწყისში. რა თქმა უნდა. ზუსტად და მე ალბათ გაანალიზებს. ზოგადად უჭირს ამის გამოხატვა, ვთქვათ იგივე ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა, მაგრამ შეიძლება ქმედებით გამოხატოს ეს ყველაფერი და ურთიერთობაში გამოავლინოს. ამასაც უნდა მიექცეს თავისთავად ყურადღება, რომ მხოლოდ სიტყვებზე არ ვიყოთ დამოკიდებული, არამედ ურთიერთობაზე. ისე ფიქრობ ხანდახან შეიძლება ბოდიში უფრო გაგიადო
ადვილად ვიდრე მადლობის თქვა, ესეთი შემთხვევებიც არის ხოლმე. სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ბოდიშის შემთხვევაშიც ასია, იმიტომ რომ არსებობს გულწრფელი სინანული და ამას მოყვება გულწრფელი, ასე ვთქვათ, ეს შენდობის და პატიების თხოვნა და არის ბოდიში, რომელიც უბრალოდ აი ესე სიტუაციურად უფრო მეც სარგებელს მოუტანს და ამიტომ ირჩევს ადამიანი. რასაკვირველია, იცით, შეიძლება არ გამოხატო ადამიანმა სიტყვიერად, ვერბალურად მადლიერება, მაგრამ ყველა შესქმედებაში, ყველა შემოქმედებაში, უბრალოდ ღიმილში, თვალებით კონტაქტში იგრძნობოდეს, რომ მადლიერი ხარ მეორე ადამიანის. კი. ასე შეიძლება. მადლობა საინტერესო საუბრისთვის და მსჯელობისთვის. მადლობა მოგახსენე. მოხდება ამ საუბრისას, როგორც მადლობა. დიდი მადლობა, მადლობა თქვენს მაყურებელს. ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი გსტუმრობდა